მოგესალმებით ამიგოებო, ჩემი სახელია რეზეგი და ამ ვიდეოს წარმოგიდგენთ წლის ბოლო ვიდეოს ჩენელზე, სადაც ვილაპარაკებ ახალ წელზე, ჩემ გეგმებთან, როგორც content creator-ის და YouTuber-ის გეგმები, როგორ იყო წელი შევაფასებ ამ წელს და ცოტა რაღაცებს მოგიყვებით მოკლედ ჩემს შესახებ, რითიც შეიძლება ოდნავ დაგვრზოდავით, მაგრამ თან დიდი იმედი მაქვს, რომ პატარათი კარგი განწყობას მაინც შეგიქმნით. Короче, წელს მაქვს 15 წლის მერე პირველად იმისი უფლება ასე ვთქვათ, რომ საქართველოში გავატარო ახალი წელი, იმიტომ რომ პირველად როდესაც წავედი ამერიკაში, ხო, ანუ და 5 წლის წინ დავიწყე საქართველოში აქტიურად ჩამოსვლა, ყოველთვის ჩამოდიოდი ხოლმე ზაფხულობით. და აქამდე ჩემი საქართველოში ყოფნის დრო იყო შეზღუდული ხოლმე რა, 4-დან 6 თვემდე. მაგრამ წელს რახან საბუთებით თემა დავამთავრე და უკვე თავისუფლად შემიძლია იმდენი ხანი ვიყო ამერიკაში და საქართველოს რამდენი ხანი წმინდა და მაგის უფლება მაქვს, ხო? პირველად გადავწყვიტე რომ მოდი მეთქი ზაფხულში ხო ვინც არით კარჩე მე ზაფხულის დასაწყისში მოვდივარ ხოლმე საქართველოში უკვე მე-4 მე-5 წელია აიგრევა რა YouTube-ზე კონტენტს ვაჩერებ ხოლმე და მე უკან ამერიკაში როცა ვბრუნდები სადღაც early სექტემბერში მე ვაგზელებ ხოლმე კონტენტს და წელს კარჩე გადავწყვიტე რომ საქართველოში დავშენილიყავი და უკან არ დაბრუნებულიყავი ზუსტად მაგიტომ YouTube-ზე ვიდეოებს ვერდებდი, იმიტომ რომ საქართველოს სეტაპი არ მქონდა. მე სექტემბერი იქიდან სანამ სეტაპი ჩამომივიდო და აქ კიდე სეტაპი ას პრობლემის გამო ვიდეოებს ვერ ვიღებდი და მე გავაგზელე ეგრევე რა ზუსტად ეგ იყო რატომაც ამის 6 თუ 7 თვე მე მგონი ჩენელზე არაფერი არ ხდებოდა და როგორც content creator-ის წელი ძალიან ცუდი მქონდა ეგრე ვაღიარებ, იმიტომ რომ ძალიან ვერ ვაქტიურობდი რა, მაგრამ იქით აწლიდან ვაპირებ ძალიან გააქტიურებას და მაგაზე კარჩე რაღაცებს მოგიყვებით, მაგრამ ეხლა უცბად თემას გადავუხავ და მე ის კონტენტს დაუბრუნდები. Короче, ეს ახალი წელი ჩემთვის არის როგორ იცით, როგორც ითხარით, საქართველოში არ გამიტარებია 15 წელიწადი ხალხო, ახალი წელი. ანუ ისე კი რა თქმა უნდა ჩაულობთ დრო, მაგრამ მე-15 ახალი წელიწადი იქნებოდა ეს თუ მე-14 რომელსაც გავმაზავდი. ხო და ხო წარმოგიდგენიათ ჩემთვის რამდენს ნიშნავს ეგ რა, რომ ახალ წელს შემიძლია იმ ხალხთან შევხვდე რომელთანაც ახალი წელი 15 წელი არ გამიტარებია. იმ სახში ვიყო ახალ წელს რომელშიც 15 წელიწადი არ გამიტარებია რა. არის რაღაცები, რაზეც ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ მაგათად ის ადამიანები ხო, ვინც ადრე იქ მელოდებოდნენ ხოლმე და უხაროდათ ჩემი გამოჩენა და დანახვა ის ადამიანები აღარ იქნებიან, მაგრამ ასევე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ვიცი რომ მე მელოდება და ვისაც ჩემი ჩასვლა გაუხარდება და მეც ძალიან მიხარია იმ ადამიანების ნახვა, იმიტომ რომ როგორც კარჩე 15 წლის წინ გავატარე ბოლოს იმ ადამიანებთან ახალი წელი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა. ასევე სამეგობროს შეკრება გვექნება, ბევრი ახალი მეგობარი, ბევრი ძველი მეგობარი ახალი წლის დღეებში და ძალიან კარგად გავატარებთ კარჩე და ძალიან მიხარია რა, ანუ აი იმედი მაქვს დიდი და ბედნიერი აღნიშვნა იქნება კარჩე ეგ ახალი წლის. და თქვენც იგივე მინდა გესურვოთ კარჩე რა, ეს ახალი წელიწადი, რავი, კარგის მომტანი მინდა ყოფილიყოს კარჩე ნებისმიერი ადამიანის ოჯახში. ერთი რაღაცა რაც მე ძალიან მინდოდა ეგ იყო კარჩე, ჩემთვის როგორ არის იცი, უცხო ქვეყანაში ცხოვრება ძალიან რთულია რა, ემოციურ დონეზე, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან მიყვარდა ხოლმე საქართველო, აი ჩემი ქვეყანა, ჩემი მეგობრები, ჩემი სახლი, ჩემი სოფელი, ყოველთვის ძალიან მიყვარდა რა. ხო და აი ჩემთვის კარჩი როგორ არის, აი ძალიან მიჭირს რა უცხო ქვეყანაში ცხოვრება. და აი სულ მინდოდა ხოლმე ეს დრო მოსულიყო, რომ აი დავბრუნებულიყავი აქ ისე რომ შიში არ მქონოდა იმის, რომ იქის სხვაგან რაღაცა იკარგება, ხვდები? და წელს რო პირველად მოხდა ეგ რაღაცა და ეგ ოცნებასავით და დიდი შრომის და წვალების შედეგად ეგ ოცნება ამიხდა, ხო? ძალიან მიხარია რა. და ეგეთი პატარ-პატარა ოცნებები ან დიდი ოცნებები ყოველას მინდა რომ იქით აწელს აგიხდეთ რა, ანუ გინდა თქვენ ოჯახის წევრებს, თქვენ ბედნიერად გაატაროთ კაროჩე ეს წელიწადი კარგად წახვიდეთ კაროჩე რა, ანუ განსაკუთრებით მინდა რომ ყველას გისურვოთ ფინანსური წინსვლა, ჯანმრთელობა გისურვოთ კაროჩე ოჯახის წევრებს და რავი, ბედნიერი წელიწადი ყოფილიყოს კაროჩე 20-26 ყველა ჩვენგანისთვის, თქვენთვის, ჩემთვის და საყვარელ ადამიანებთან გაგვეტარებინოს კაროჩე, რაც შეიძლება კარგად. უფრო მეტ ქართულს დაბრუნებოდეს კაროჩე ემიგრანტი ოჯახის წევრი ოჯახში, საქართველოში ისე ბედნიერად და რაც მთავარია ის არის რომ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრების არ გვეშინოდეს კაროჩე, აი მაგას ვისურვებდი მე ყველაზე მეტად, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ჩემთვისაც პირველი წელიწადი ასე ვთქვათ, რომელსაც ვცდილობ საქართველოში ჩავხურო, თითქმის პირველი წელიწადი რა, 4 თვე გამაკლია რომ 1 წელიწადი გამომივიდეს უკვე ისე რომ საქართველოსთან არ წავსულვარ. ხო და არა თუ ცოტა მეტი. ხო და რავი, ძალიან მიხარია რა, ძალიან მიხარია ეგ რაღაცა და როგორც გითხარით, მინდა რომ ყველა თქვენ გასაგისულდეთ პატარ-პატარა ოცნებები თუ დიდი ოცნებები საყვარელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად ბევრად დიდი დრო გაატაროთ. რავი, რთული პერიოდი მარტივად გადაგელახოთ კაროჩე და რავი, კარგ ახალ წელს გისურვებთ კარჩე და ბედნიერი დროის ტარებას რა, დღესასწაულების დრო არის. ეხა ერთი 3-მდე ან 5-მდე თქვენ ცხოვრით კარჩე რა გულაობა იქნება რა. მე ახლა მაგალითად მქონდა რამდენიმე შემოთავაზება თბილისში, ძალიან ბევრი კარგი ვარიანტი, მაგრამ
15 წელი არ გამიტარებია ჩემ ბიძაშვილებთან ახალი წელი. მე კიდე, რავი, მაგათთან ახალი წლის გატარებას არაფერი არ მირჩევნია, იმიტომ რომ როდესაც ვფიქრობ იდეალურ ახალ წელზე, ხო? ყოველთვის ვფიქრობ მაგათზე, იმიტომ რომ ბავშვობიდან მაგათთან ვატარებდი, ხვდები ახალ წელს, ანუ ყოველ წელს თითქმის იქ ვიყავი ხოლმე რა. და როდესაც ვფიქრობ ახალი წელი ვისთან უნდა გავატარო, ან სად უნდა გავატარო, ყოველთვის მაგაზე ვფიქრობ, ხვდები, მაგათთან, მაგათ სახში. და ნუ ჩემთვის მაგას ძალიან ემოციური ისა აქვს რა, კაროჩე, დატვირთვა. თან ძალიან მიხარია რომ მაგათთან გავატარებ, მაგრამ თან ძალიან გული მწყდება რომ ის ადამიანებიც აღარ იქნებიან, იქ ვისაც ბავშვობაში ვნახულობდი ხოლმე და ვისაც ბავშვობაში ვეხუტებოდი. ხო და რავი, ანუ ერთი აი ძალიან 50-50-ზე ვარ გადანაწილებული, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ პოზიტიურმა გადაწონოს ჩემში, კაროჩე და ეჭვიც არ მეპარება რომ იქ ყოფნა ძალიან გამიხარდება რა, ბევრ ახალ მეგობარს შავიხუტები, ვისთანაც ახალი წელი არ გამიტარებია, გადავეხოვი მიულოცავ ერთად, მივაჭახუნებთ კაროჩე ჭიქებს. რავი, სადღეგრძელოები დაილევა კარგი და რავი, თქვენც ეგეთ რაღაცებს გისურვებთ რა. აი ეგეთი კაროჩე რავი, ბედნიერი ახალი წელი ყოფილიყოს, როგორც ჩემთვის უნდა იყოს, იმიტომ რომ უკვე ვიცი რაღაც განსაკუთრებული იქნება ჩემთვის. უკვე ვიცი. აი ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა რომ თქვენთვისაც ეგეთი ახალი წელი იყოს, როგორც აი მე ვარ excited და მე ველოდები, ხო? და როგორ დონეზე ჩემთვის ემოციურია, ძალიან გამიხარდება რომ თქვენც იგივენაირი დრო გაატაროთ. და ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა კიდე ერთხელ მაგაზე კაროჩე, ერთხელ დავდე კომენტში პოსტი სად გაატარეთ მეთქი ახალი წელი და ძალიან ბევრმა ხალხმა მითხრა რომ სამსახურში. და მეც მქონია კაროჩე ცხოვრებაში ეგეთი რთული პერიოდები ხალხო რომ აი ისე ვერ ხარ ხო ხვდები როგორც გინდა რა. შეიძლება ფინანსურ დონეზე იყოს ეგ, შეიძლება ადგილმდებარეობა კიდე აი ადგილი რა ცხოვრებაში სადაც ხარ ხვდები, მაგრამ აუცილებლად მიხვალთ კაროჩე იმ დონეზე სადაც გინდა რომ იყოთ, დამიჯერეთ რა. თავარია ბრძოლა განაგრძოთ და ყურები არ ჩამოყაროთ. პირველ ახალი წლის პირველ დღეს გაატარებთ თუ არა კიდე ოჯახთან ერთად, ვიცი რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ეგ ყველასთვის, 12 საათზე გინდა ოჯახის წევრებთან შეხვდეთ, მაგრამ არა უშავს რა, ახალი წელია, სხვა თუ არაფერი. რამდენი დღესასწაული გვაქვს, ხო, დალოცულ საქართველოს და დალოცულ ქართველებს. ძალიან ბევრი დღესასწაული მოდის და რავი, მაგებს მაინც გაატარებთ. ორში იმერე ბედობა მოდის და ეგრე რა, მშობა და რავი. ასე რომ თავარია ყველაზე კარგი ეს ახალი წლის პერიოდი კაროჩე საყვარელ ადამიანთან გავატაროთ, ერთმანეთს ჩავეხუტოთ, ერთმანეთს გადავეხვიოთ, მიულოცოთ ახალი წელი და რაც მთავარია რა, ვაიმე ხმა დავკარგე. რაც მთავარია რა, ეს ახალი წლის სიყვარული და ახალი წლის სიტბო, ხო, არ უნდა დაიკარგოს, ხვდები? ეს ზრუნვა, ეს სიყვარული, ეს ჩახუტების სიტბო უნდა მთლიან წელზე გაუწევდეს, ხვდები და წლის დასასრულამდე მივიდეს. და შემდეგი წლიდან რისეთი და ისევ იგივე, ხო მიხდით რასაც ვამბობ. ხო და ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა კაროჩე, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერი ახალი წლის გატარებას, კარგი დროის ტარებას. რავი, წარმატებებს კაროჩე ოჯახის წევრებთან ერთად, ჯანმრთელობას და რავი, აი საუკეთესო წელი ყოფილიყოს კაროჩე 2026 თქვენ ცხოვრებაში. და ბოლოს მოდი ჩავამთავროთ ჩემი როგორც content creator-ის წელიწადი რაღაცაზე რა. ბიჭო, როგორ რაღაცა იცი? იქიდან წლიდან ბევრად მეტ რაღაცას გეგმაო და ბევრად მინდა რომ გავაქტიურდე, იმიტომ რომ ეს წელი კაროჩე ჩემთვის ჩავარდნა იყო ვაღიარებ, მაგრამ მე თვითონ არ ვიცოდი რა ხდებოდა კაროჩე წელს და სხვა გზა არ მქონდა რა. ხო ასე ხარ და იქიდან წლიდან ბევრად მეტი სტრიმები მინდა გავაკეთო, ბევრად მეტი ვიდეოები მინდა დავდო, ბევრად მინდა ვიაქტიურო და იცი როგორ რაღაცა მინდა იყოს კაროჩე, აი ერთი რაღაცა რაზეც მე თქვენთან არ მილაპარაკია, არ მახსოვს ეს გაჩვენეთ თუ არა. ნახეთ, რას გაჩვენებთ? ამას ხედავთ. ეს არის YouTube-ის 100k ბატონი, მაგრამ არ გამიხსნია. იცით რატო არ გამიხსნია? იმიტომ რომ რაღაცნაირად არ მიმაჩნია რომ ეს დავიმსახურე. ეხა კი ვიცი, ბევრი მეტყვის რომ ატრაკე რევას და შენ თუ არა სხვა მინდა იმსახურაო, მაგასაც მეტყვის ბევრი мотиваციის დონეზე, მაგრამ პირველ რიგში როგორი თემა იცი, ჩემ თავთან უნდა ვიყო მართალი რა და ჩემ თავთან მინდა რომ გძნობდე რომ ეს რაღაცა დავიმსახურე, ხვდები? მაგიტომაც არ გადამიღია 100k special video და სავარაუდოდ არც გადავიხებ იქამდე სანამ ამას არ დავიმსახურებ რა. და ასევე ერთ რაღაცას ვარ დაპირებული, ხა ეს არის რაღაცა, რასაც მთელი ცხოვრება რო გეკითხა, გამეცინებოდა, არ წარმომედგინა ოდესმე თუ მივახსევდი. პირველად YouTube-ი რო დავიწყე, ჩემი ოცნება იყო 1000 საბი. 1000 საბი იყო ჩემი ოცნება, კაროჩე. და ერთ პატარა რაღაცას მოგიყვებით, მაგრამ თუ გინდათ რომ კარგად გაცინოთ რა. კაროჩე, ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა რომ მე იმ დღის დედაც ვატირე, როცა შენ 1000 საბზე მაინც ახვალო. და რაღაცამ იმდენად დიდი мотиваცია მომცა, რომ პირველი 100 აკაუნტი, რომელიც საბიც ჩემ აკაუნტზე იყო, 100-ვე ფეიქი იყო ჩემი. ეგ არაერთხელ მომიყოლია, საიდუმლო არ არის.
ეგ საიდუმლო არ არის ხალხო, ანუ არასოდეს არ დამიმალავს ეგ ყველასთან მithkoms რეჩი. პირველი 100 საბი იყო ჩემივე გაკეთებული აკაუნტები, ჩემივე იმეილები, ყველა იმეილი მაქვს და ყველაფერი მაქვს. 100 აკაუნტით პირველი 100 საბი ავწიე ჩენელზე ჩემით რა. ანუ იმდენად მინდოდა რომ 1000 საბს მიმეღწია. ანუ 1000 საბსაც რო ვიყავი 900 იყო ნახდი. და 100 ჩემი იყო მანდედან. ნუ 102, 103 და რაღაც ეგრე. ხო და რავი ეხა წარმოიდგინეთ ყველაფრით მაგ ლოგიკით რო დავიწყე როგორ წარმოვიდგენდი რომ ოდესმე ხო ხტები ეს მექნებოდა რა როგორ წარმოვიდგენდით როჩი ხო და რაღაცას ველოდები კაროჩე ჩემ თავთან ერთად პირველ რიგში ჩემ თავთან მინდა რომ ვიპოვო ეგ რო აი რევას ხო ხტები შენეს დაიმსახურე ნიკუშ საღოლ აი მაგ მომენტში გავხსნი ამას და ერთხელ კაროჩე ერთი ჩემი საყვარელი იუთუბერის ვიდეო ვნახე როდესაც ამ 100k საბის unboxing-ი გააკეთა და ჩემ თავს კაროჩე დაუპირდი რომ თუ ოდესმე ესეთ რაღაცა მე მექნებოდა და ამ რაღაცის unboxing-ს გავაკეთებდი ყოველთვის აი ეგ მეც ეგეთი მინდოდა რომ ჩემი unboxing-ის ვიდეო ყოფილიყო ამ რაღაცის რა განა იმიტომ რომ copy paste მინდოდა იმის გამეკეთებინა არაფერი განსაკუთრებული არ იყო ეგ unboxing-ი პროსტა საყვარელი და ძალიან თბილი სანახავი იყო და მეთქი მეც თუ აი ეს რაღაცა ოდესმე მექნება აი სადღაცში მეოცნებე ნიკუშასთვის რო გეკითხა ეგრე წარმოვიდგენდი რა მეოცნებე ნიკო რომ მეთქი აი მეც მაგ მომენტში გავხსნი ამას და ეგრე იქნება ხო და რავი აი ეს იყო რა კავშირაც მინდა მეთქვა ამაზე იქამდე ეს რაღაცა შეფუთული იქნება ესე ამას რავი ხელი არ დაედება როგორც გითხარით და ოდესმე იმედი მაქვს აუცილებლად მოვაიგდრო რომ ერთად გავხსნით კაროჩე და რავი თქვენც განახებთ რა ხა ყველა მისედაც იცით როგორ გამოიყურება მაგრამ ხვაზე ხართ ის თქმაც მინდა всё რავი სულ ეს იყო ამიგოებო როგორც გითხარით იქით აწლიდან უფრო ვიაქტიურებ წელსაც აგიხსენით კავშირი რატო ვერ ვაკეთებდი ამ ყველაფერს ეს არის წლის ბოლო ვიდეო იქით აწლიდან სავარაუდოდ არის 4-ის Berserker Plus მოდის ვიდეო იქნება შემდეგი ვიდეო იმიტომ რომ მალევე მოდის ეს ვიდეო და რავი რა დიდი მადლობა ყურადღებისთვის თავს გაუფრთხილდით წარმატებები გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს ოჯახის წევრებს ნათესავებს მეგობრებს ვინც თქვენ გიყვართ ვისაც თქვენ უყვარხართ ეგ ადამიანები არიან ყველაზე ძვირფასები კაროჩე ცხოვრებაში რა ასე რომ რავი გაუფრთხილდით კაროჩე ყველას ბედნიერი დრო ისტარება ბედნიერი ახალი წელი ჯანმრთელობას გისურვებთ ოცნებების ასრულებას და რავი უსაფრთხო და ბედნიერ წელს კაროჩე სხვას მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი ეგ იყო და ეგ დიდი მადლობა ყურადღებისთვის ბედნიერი ახალი წელი თავს გაუფრთხილდით გაკოცეთ ყველას მევასებით და მომავალ წლამდე peace